Როგორ დასჯის ოცნების ხელისუფლება კრიტიკულ ტელეკომპანიებს მისთვის არასასურველი სიტყვებისა და ფრაზებისთვის. რამდენიმე საათში უნდა გაიმართოს განხილვა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. საქმე ეხება ტელეკომპანიებს ფორმულას, TV პირველსა და მთავარს. სხდომა 3 საათზეა ჩანიშნული. განხილვა ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს, კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძის მინდობილი პირი ტელეკომპანიებს უჩივის კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო, რომლებიც ოცნების მთავრობისა და მასთან დაკავშირებული პირების თუ უწყებების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, როგორებიცაა არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, ოლიგარქიის დეპუტატი, რეჟიმის სასამართლო. პირველ ეტაპზე კომუნიკაციების კომისიამ შესაძლოა გააფრთხილოს კრიტიკული მედია საშუალებები, ამას შესაძლოა მოჰყვეს ფინანსური სანქციები, საბოლოოდ კი ლიცენზიის გაუქმებაც. ტელევიზიების წარმომადგენლები ამ პროცესს აფასებენ როგორც ცენზურის დაწესებისა და მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას. კანონის ყუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის იმისთვის შემოღებული, რომ პირველ რიგში მედიაზე მოახდინონ ზეწოლა და თვითცენზურა განახორციელონ ჟურნალისტების მხრიდან, უკვე ავტომატურად თვითცენზურის რეჟიმში გადავიდეს მაუწყებლობა. რა თქმა უნდა, არის ზეწოლა მედიაზე თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევის მცდელობა. იქნება საერთოდ გაფრთხილება, კანონში არის ჩანაწერი, რომ აღსასრულებლად არ მიექცევა ეს თავდაპირველ 1 ივნისამდე, რადგან ეხება საკითხი, თუმცა 1 ივნისის შემდეგ ჩვეულებრივად სანქციებით, გაფრთხილებებით და შემდეგ უკვე შესაძლოა კომისიამ იმსჯელოს კიდევაც მაუწყებლისათვის ავტორიზაციის შეჩერებაზე. ამ განხილვის პარალელურად კრიტიკულ არხებს მხარდაჭერას აქციით გამოუცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას. ამ სახელწოდების მარში 2 საათზე დაიწყება. მონაწილეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან კომუნიკაციების კომისიისკენ, სადაც აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი მედიის ცენზურა მხოლოდ საწყისი ნაბიჯია, ამის შემდეგ კი რეჟიმი სიტყვის თავისუფლების ყველა გამოვლინებას ჩაახშობს. მათი თქმით, კრიტიკული მედიის არსებობას ახლა ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ოცნების ხელისუფლება ცდილობს მთელი საინფორმაციო სივრცე საკუთარი პროპაგანდით გააჯეროს. ეროვნული კომისიის ხდომა დანიშნული 3 საათზე, რომლის მიზანიც არის ფორმულას TV პირველის ფაქტობრივად დაცენზურება, დაჯარიმება და მერე შეიძლება სხვა მძიმე შედეგებიც მოყვეს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გავაპროტესტოთ, ვიკრიბებით დღეს 2 საათზე ავლაბრის მეტროსთან და ავლაბრის მეტროდან დაიწყება მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართულებით და იყო ამ კომისიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ვიტყვით ჩვენ სათქმელს, რომ ჩვენ არ შევებუგებით თავისუფალ მედიაზე შეტევას და დანიშნულოვანი ეს მოისმინონ როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა დასავლეთში, რომ მედია არის საფრთხეში და ის დასაცავია.